მეგობრებო, მე ზოგადად არ მოყვარს ხოლმე, როცა ვიღაცის პირადი ცხოვრების განხილვაში შევდივართ ხოლმე, როცა თუნდაც საჯარო ფიგურა იყოს ეს ადამიანი, თუნდაც ანუ რასაც არ უნდა საქმიანობდეს, იმ ადამიანის პირადი ცხოვრება არის მისი პირადი ცხოვრება. აი თუნდაც რაღაც მის პროფესიულ საქმიანობაში მიმდინარეობდეს დიდი სკანდალები, თუ რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები არ არის, ჩემი აზრით, ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში არ უნდა შევიდეს. ნუ რაღაც კულტურული დისკურსი არსებობს, დისკუსიები არსებობს, რადგან მაგალითად შეგვიძლია არ ვიცი, ვიმსჯელოთ, რომ აი რაღაც ჩვენ საზოგადოებაში არის ეს პრობლემა. აი ამ შემთხვევაში, ოკეი, კი, რაღაც ინდივიდუალური кейსები განვიხილოთ, რომ აი მაგალითად აი ეს უკვე მოხშირდა, ხო, მომრალ და კულტურაში აშკარად რაღაცა პრობლემა არსებობს, ან არსებობდა და ძველი პრობლემები, ვთქვათ, გადმოვალაგოთ, გადავშალოთ თავიდან და მსჯელობა ვაწარმოოთ ამასთან დაკავშირებით. ეს ერთია, მაგრამ ნუ მეორე მხრივ რაღაც ადამიანს შეუვარდა პირად ცხოვრებაში, მგონია ცოტა მიუღებელი. და მგონია რომ უფრო რაღაცა განზოგადება უნდა მოხდეს, მაგრამ ერთი საინტერესო შემთხვევაა, როცა ვფიქრობ, რომ აი ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ამ ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება რაღაც ბევრ სხვა რაღაცას უკავშირდება და ამიტომ თავს უფლებას უაძლევს, რომ ამაზე დაიწყო საუბარი. ალბათ ყველას გვახსოვს სკანდალი ბილ კლინტონის გარშემო, საქართველოშიც ბევრ და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით ატეხილი, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ბილ კლინტონი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუმტკიცდა, რომ მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა მის ერთ-ერთ დაქვემდებარებულ პერსონასთან, ეს იყო ლუინსკი, მონიკა ლუინსკი. ნუ რაღაცა სხვა ისინიც იყო ბრალდებები წასული ბილ კლინტონის წინააღმდეგ, სავარაუდოდ დიდად პატიოსანი ცხოვრებით არ ცხოვრობდა. მაგრამ თან მით უმეტეს ნუ რაღაც ძალიან power couple იყო, ხო, მისი და ჰილარის წყვილი რაღაცა საკმაოდ ისეთი გავლენიანი იყო მისი ცოლიც, ისეთი აქტიური მაშინაც, ისეთი აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა ამ ქალბატონს და საბოლოოდ ეს ადამიანები დაარჩნენ ერთად. ნუ გავიდათ რომ რაღაც იმპიჩმენტის მოუწყვეს ბილ კლინტონს, ნუ მე თეთრ სახლში მაინც არჩა რაღაც გარკვეულ მიზეზთა გამო, დღესაც რაღაც რეპუტაცია რა თქმა უნდა აღდგენილი აქვს, ხე შედარებით კი აღდგენილი აქვს, ამდენი წელი გავიდა ხო ამ ყველაფრის შემდეგ. მაგრამ ამ ეს შემთხვევა, ნუ პოლიტიკური თვალსაზრისით მაგარ გააქტუალობა, რასაკვირველია, ვიღაც საინტერესებს ხა ამერიკის ძველი რომელიღაც პრეზიდენტის პირადი ცხოვრება საყვარელი რო ყავდა, ანუ ნაკლებ მნიშვნელოვანია, ხო? პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალურობა დაკარგა, მაგრამ აქტუალურობა არ დაკარგა კულტურული თვალსაზრისით რა, ძალიან არ გაუმართლად ერთი კონკრეტული მიზეზის გამო განსაკუთრებით და აი დღემდე ძალიან ბოლომდე ამ წყოს მოსვენებას არ ეძლევათ კულტურული თვალსაზრისით და რატომ? იმიტომ რომ როცა აი 2000-იანების ბოლოს განსაკუთრებით ძალიან აქტუალური გახდა სხეულის ენის შესწავლა, სახის მიმიკების, სხეულის ენის, ტყუილთან მიმართებაში ემოციების გამომჟღავნებასთან და წაკითხვასთან დაკავშირებით, ადამიანის ემოციების წაკითხვასთან დაკავშირებით, თვითონ მეორე მხრივაც როგორ უნდა ვისწავლოთ და წარვადგინოთ ჩვენ საზრდოლის სხეულის ენა, სახის მიმიკები და ასე შემდეგ. მოკლედ როგორ უნდა წავიკითხოთ ტყუილი ამის ერთ-ერთი საშუალება რა არის? სხეულის ენის გამომხატველი. ნუ რა თქმა უნდა ესე ცალსახად რომელიღაც კონკრეტული მიმიკა და თუნდაც მთელი წყობას, აი ხმის ინტონაციას რო ემთხვეოდეს, სახის გამომეტყველებას რო ემთხვეოდეს, სხეულის ენაც, ფეხების მიმართული რაოდენობა, თვალების მიპყრობას, აი ყველაფერიც რო ემთხვეოდეს ერთმანეთს, ხო? რაც ვიცით რომ ძირითადად დროს ადამიანი იტყუება. არ უნდა დავიჯეროთ, იმიტომ რომ რეალურად არავის არ შეუძლია ტყუილის საკითხვა, არავის კვლევები აჩვენებს, რომ აი ის პოლიციელებიც და ის გამომძებლებიც, კრონლებიც თავსებენ, რომ აი ძალიან მაგარი საქმეები გაუხსნიათ და მართლა გაუხსნიათ ძალიან მაგარი საქმეები. ჩვეულებრივ პირობებში ვერ ახერხებენ, რომ გარჩიან ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვიეჭვოთ რა არის სტრესი, რა არის დისტრესი, ან როდის გრძნობს ადამიანი თავს კომფორტულად და ნუ მე შევკრიბოთ ეს სხეულის ენაც, მე შევკრიბოთ ფაქტები, მე შევკრიბოთ თვითონ ეს ადამიანი რას გვეუბნება, მისი შინაარსი, მოკლედ ძალიან შორს რომ წავიდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ გონია რომ ხანდახან რაღაცებს ვკითხულობთ და ამ დროს ვერ ვკითხულობთ. მაგრამ რითი თქმა მინდა, ანუ ამ წყულს არ მიეცა აი ამის დავიწყების შესაძლებლობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. თავიდან სანამ აღიარებდა ლუინსკისთან ურთიერთობას, გამოვიდა და თქვა, რომ მე არ მქონია სექსუალური კავშირი ამ ქალთან და ეს თითქოს ეს წამოწეული. I have never had sexual relations with this woman. და ანუ ეს ფრაზა არის ატაცებული რა, იმიტომ რომ გამოვიდა მე რამდენიმე კვირაში და აღიარა რომ ქონდა სექსუალური კავშირები ამ ქალთან რა. და ანუ წაკითხვა როგორ ხდება, რომ ნუ აქ ორი რაღაცით ხდება, ნუ ერთი ის რომ პირიქით ანუ კი და კონკრეტული სექსუალური კავშირი ცოტა ბუნდოვანი ცნება გამოიყენა და მეორეა, ანუ ერთ-ერთი
ინდიკატორი, როცა ადამიანი გვატყუებს არის ის, რომ ის ხდება ცოტა აგრესიული, ხო, თავდაცვით. ეს არის აგრესიული ჟესტი. ეს ერთი, რო აგრესიული ჟესტია, მეორეც ანუ თვითონ კონტექსტში როგორ იკითხება, ხო, იმ სიტუაციაში გამოდის და თქვა თიც აქნევს. ნუ რაღაცა ის სულა გამოიყენება ხოლმე საჩვენებლად რა, არ მხოლოდ რაღაცა აი კონკრეტულად ინტერვიუებში რომ საუბრობენ ადამიანები ან ინტერნეტში ან ტელევიზიაში, მანდ კი არა. სამეცნიერო ლიტერატურაში პირდაპირ არის აი ამის ილუსტრაცია, მაგალითად მოყავთ ცოცხალი ცხოვრების, რომ აი გამოდის კლინტონი, ბილ კლინტონი და ეს თიც გვიქნევს, რომ აი მე არ მქონია ამ ქალთან სექსუალური კავშირი და ამ დროს იტყუება, ხო და ნუ ეს რაღაცა თითის დაქნევის ჟესტი, ხო? რაღაც აქ ცოტა ანუ აქ სხვა კონტექსტში შეიძლება იყოს ის, რომ აი ავტორიტეტული ფიგურები რო იყენებენ, ხო აი ბავშვს რო უქნევთ ის და ეს ზოგადად პოლიტიკაში არ უნდა გამოიყენებოდეს. და ხანდახან გაეპარებათ ხოლმე პოლიტიკოსებს, მაგრამ როგორც წესი არ ეპარებათ, კარგად არიან სხეულის ენაში დღეს და დაატრენინგებულები და აი ამის ჩამნაცვლებელია ეს. ანუ თიც კი აღარ გვიქნევენ, თქვათ, როცა ავტორიტეტულობას გრძნობენ და გონიათ, რომ შეუძლიათ რო ჭკუა და გვარი, ნუ რაღაცა აი ამაში გადადის ხოლმე რა ხანდახან. საერთაშორისოდ უნივერსალურად, მაგრამ ნუ ეს კიდე ცალკე თემა, უბრალოდ ამ წყულს არ აძლევენ ამის გამო მოსვენების შესაძლებლობას და ძალიან ხშირად რაღაც სულად მიგრძნია ხოლმე თავი, რომ ანუ რაღაც დაანებეთ რა ადამიანებს თავი კაცოლი ყავს ამ ადამიანს აღარ უნდა რა. ან თუნდაც იმ ლუისკეს თავი დაანებეთ, რატო ახსენებთ, მოკლედ. Anyway, ბოლო პერიოდში დაიწყო მოკლედ ახალი პიარის ტალღა, რომ ანუ ეხლა ძალიან გადაუარეს, რა თქმა უნდა, ბილ კლინტონს, ჰილარის შუაში მოყვა, თვითონ ამ ლუისკეს ხო გადაუარეს ათრიას ბოლოდნემდე, მაგრამ რის თქმა უნდა რა ბოლო პერიოდში დაიწყო რაღაც ეს რადიკალური ფემინიზმის რაღაცა ძალიან ისინი რა, რომ ახლა ლუისკი კი არ იყო დამნაშავე და ანუ ის 22 წლის იყო. Okay, 22 წლის იყო მართლა ლუისკი და 59 წლის იყო თუ 52 წლის იყო. მაშინ ბილ კლინტონი კი ბატონო და თან მისი უფროსი იყო ნამდვილად. ცოლი ყავდა ყველაფერში დავიდავანებად ნამდვილად ღალატი ყველა შემთხვევაში არის ამორალური. მაგრამ ამ ბოლოს წამოვიდა კომენტარები და სხვა შორის ხდება ხოლმე. გაზრდა ნიშნავს იმის გასნობიერებას, რომ ლუისკი არასდროს იყო ნამდვილი დამნაშავე. Girl, მაშინ ვინ იყო დამნაშავე? ანუ, რა თქმა უნდა, თავი დამნაშავე იყო ბილ კლინტონი, იმიტომ რომ რა უფრო ამორალურია მე რომ ჩემს პარტნიორს უღალატო, თუ ის უფრო ამორალურია რომ იმ ადამიანთან დავიჭირო ურთიერთობა, რომელსაც პარტნიორი ყავს. ცალსახად ბილ კლინტონი უფრო ამორალურად მოიქცა, არ მიყვარს კონკრეტულ ადამიანებზე ამ ტერმინებით საუბარი, მაგრამ აი ეხლა რა კი ეს თემა ესეთი წამოვიდა თავიდან წინ, გავაკეთოთ ესე კომენტარები. ქცევა მიუღებელი არ ვამბობ, რომ მთლიანად ეს ადამიანები ან ლუისკი ან ბილ კლინტონი ამორალური ადამიანები არიან, უბრალოდ ქცევა იყო ეს კონკრეტული, რაც მაშინ განახორციელეს ამორალური. ხოდა და რის თქმა უნდა, რომ ანუ ჩვენ გვაქვს ხოლმე ტენდენცია, რომ რაღაც ადამიანები ან რაღაცა პედესტალზე კვარაც ბეკზე შემოსვათ და აი რაღაცა ძალიან ვაქოთ და ეს ვინ არის ვეძახოთ, როცა რეალურად არ იმსახურებს ეს ადამიანი ამას. იმიტომ რომ ცუდი ტიპია, უბრალოდ ანუ ამდენ ისიც ადამიანია და რაღაც ჩვეულებრივ საერო ცხოვრებაში ცხოვრობს და ანუ რატო იმეშვები ხო ეს ძალიან. და მეორე ის რომ აი თუ ჩავაჭერთ, აი ბოლომდე გვიყარს ხოლმე ჩაჭერა და იმის კომენტარი რომ არც ერთი არ არის ნორმალური რა, რაღაც შუალედური ზღვარი უნდა ვნახოთ, არც ის შეიძლება რომ ადამიანს გადავუაროთ და მთელი მისი კარიერა დავანგრიოთ და არანაირი შანსი მომავალში აღარ მივუწევთ და ამოუწეროთ ადამიანებიდან, მაგრამ არც ის არ შეიძლება რომ ადამიანი რაღაც ვაქოთ და ანუ თუ სათქმელია უნდა ითქვას, არც კარგ ქცევაზე არის ხოლმე ხანდახან საუბარი ზედმეტი და არც ცუდ ქცევაზე, თუმცა რაღაც განსაკუთრებული, აი რაღაცა ეს ბულუმდე რაღაცა ბუმ არასოდეს არ არის ხოლმე ისეთი მომიგებიანი. მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებას უსურვებს სამივეს მართლა. მთელი გულით.